ორმაგი სტანდარტები და გარედან ორკესტრირებული ანტირუსული განწყობები. ადრესატების მხრიდან ამ დრომდე პასუხგაუცემელია პრემიერის კითხვა, რატომ არ გაატარა ყოფილმა ხელისუფლებამ ცალსახად ანტირუსული პოლიტიკა აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ ჩამოყალიბდა მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ 2022 წელს, ანუ მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენის მცდელობებს და ოკუპანტი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემის მიზეზებს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები განმარტავენ, მოქმედ ხელისუფლებას საკუთარი ვერსია აქვს. ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები გარე აქტორების დავალებით. სწორედ უცხო ძალების მორჩილებით ხსნის მმართველი პარტია ოპონენტების პოზიციების რადიკალურ ცვლილებასაც. გარე დირექტივად განიხილება გააქტიურებული რუსოფობიური განწყობებიც. მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი ოპონენტებს მძიმე ბრალდებებს უყენებს და ქვეყნის ომში ჩართრევის ახალ მცდელობებზე მიუთითებს, ოპოზიცია ხელისუფლებას პრო-რუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. სალომე ქოქიაშვილი გიამბობთ. პროტესტის სანაპიროზე ჩამოტარებით. მაშინ, როცა სოციალურ ქსელებს ზღვისპირეთში გადაღებული ვიდეო იპყრობს, სადაც ბევრი სხვა ეროვნების წარმომადგენელთან ერთად რუსი ტურისტებიც ისვენებენ, ჩნდება შეკითხვა. რა შეიცვალა ამ კადრებამდე ლარსის საბაჟოზე გადაღებული კადრებიდან? გარდა იმისა, რომ მაშინ, როცა იმჟამინდელი პრეზიდენტი რუს ტურისტებთან ერთად ფოტოებში პოზირებდა, აგვისტოს ომიდან 2-3 წელიწადი იყო გასული. ახლა კი უკვე 18. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შეიცვალა ინტერესები, რომლითაც ძალები გარედან პროცესებს მართავენ საქართველოში. მთავრობის მეთაურმა გუშინ გაიხსენა რა 2022 წლის მოვლენები. მოწოდებების სოხუმსა და ცხინვალში გასეირნების შესახებ და მეორე ფრონტის გახსნის ჩაავარდნილი გეგმა თქვა, რომ ახლა იგივე გარე ძალები საქართველოში რუსოფობიური კამპანიის ხელოვნური გაღვივების მცდელობით გეგმა ბეს ხორცშესხმას ცდილობენ. დიპსტეიტის ახალი გეგმის თანახმად მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც საბოლოოდ იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში თითქოს რუსოფობიული განწყობების გამო ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩერეს. ამ ყველაფრის ისევე როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღრის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა. სამხედრო კონფლიქტი 18 წლის წინ საქართველოს ძვირად დაუჯდა. დაიკარგა ასობით ჯარისკაცის თუ მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე და 120 ქართული სოფელი. 5დღიანი, თუმცა პატარა ქვეყნისთვის მასშტაბებით დიდი ომის შედეგებს ქვეყანა ახლაც რუსული ოკუპაციის სახით იმკის. თუმცა ბოლო 2 კვირა ამ მმართველი გუნდი ღიად სვამს შეკითხვას, როგორ მოხდა, რომ ცალკეული პოლიტიკური აქტორებისა თუ მათი მხარდამჭერი აქტივისტებისა და ხელოვანებისთვის რუსეთი უფრო მწვავე კრიტიკის ობიექტად მხოლოდ უკრაინაში ხელმეორედ შეჭრის შემდეგ იქცა და არა საკუთარ ქვეყანაში ომის შემდეგ, როცა ოკუპირებული ქვეყნის კარი ერთნაირად ფართოდ გაიხსნა რუსული ბიზნესისთვისაც და რუსი ტურისტებისთვისაც, რომლებსაც საპროტესტო ბანერების ნაცვლად საზღვრებზე გულთბილი ღიმილით ხვდებოდნენ. ამ შეკითხვაზე ოპოზიციაში აი ასეთი პასუხები ისმის. ეხლა დარდობენ რუსი ტურისტი აქ კომფორტულად იგრძნობს თუ არა თავს. ხო, ეს აბსურდია. რეალურად ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, რომ ფაქტიური ანექსიის პროცესი, რაც მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონში, აი ამ ანექსიის პროცესს როგორმე შეგვაგუოს. ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა 14 წლის განმავლობაში. ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი სასუსტო უსაფრთხოება და ეკონომიკა დამოკიდებული გახდა რუსეთზე. ეს იყო მოღალატეობრივი გზა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ შეგნებულად, გამიზნულად, ეს იყო მათი პოლიტიკა და ახლა გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ რუსეთს დაუძახებთ ოკუპანტს, ტერს თურმე ეს ყოფილა რუსოფობია. ასე აფასებს ყოფილი სახელისუფლებო გუნდი ხელოვნური რუსოფობიის გაღვივების შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას. თუმცა გასული 2 კვირის განმავლობაში ამ ტრიბუნიდან არავის არც ერთხელ დაუკონკრეტებია, კარგი იყო თუ ცუდი ახლად ოკუპირებული ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისება. ან საგასტროლო ტურები რუსულ ქალაქებში, სადაც ქართულ შემსრულებელთა ნაწილი მხურვალე აპლოდისმენტებს ხან ჩვეულებრივი და ხანაც არც ისე ჩვეულებრივი აუდიტორიისგან იღებდა. და როცა ასეთი აპლოდისმენტებიც კი არ იწვევდა პროტესტს საკუთარ ქვეყანაში ჯერ კიდევ ომის ღია იარების პირობებში, თუმცა 2022 წელს ყველაფერი შეიცვალა, ხელისუფლებას ერთი პასუხი აქვს. ის, ვინც დავალებით მოქმედებს, გადაწყვეტილებასაც დავალებით იღებს. როდის და რა პირობებით უნდა ედგინოს ოკუპაცია და როდის არა. უცხოელ აგენტს, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. და მაშინ სააკაშვილს დავალებული ჰქონდა რუსებისთვის კარის გაღება, რომ მათი აგენტურა ყავდათ ხელისუფლებაში, პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შექმნოდა. და ეხლა აქ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ეხლა პირიქით დიპსტეიტის ინტერესებშია უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად.
რთული სათქმელია ამ დავალების ნაწილი იყო თუ არა, მაგალითად ეს წერილი, რომელიც 2008 წლის ნოემბრით თარიღდება და რომელიც საქართველოს მთავრობიდან მოსკოვში ომიდან 2 თვეში გაიგზავნა. ტექსტში, რომელსაც ხელს მაშინდელი კულტურის მინისტრი აწერს, ორი რამ იკითხება: წუხილი ხალხთა შორის ფაქტობრივად განულებული კულტურული კავშირების შესახებ და შეთავაზება, რომლის მიხედვითაც გაციებული ურთიერთობები მოსკოვში ცალკეული შემსრულებლებისა თუ დიდი სახელოვნებო კოლექტივების გასტროლებს უნდა დაეთბო. ამ წერილამდე ზუსტად 2 თვით ადრე გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჯამში 6 პუნქტით, რომელიც მათ შორის ამბობდა, რომ რუსული სამხედრო კონტინგენტი აგვისტოს ომამდელ პოზიციებს უნდა დაბრუნებოდა. თუმცა არც დოკუმენტის ხელმოწერისთანავე და არც შემდეგ ამ დრომდე საოკუპაციო ძალას უკან არ დაუხევია. ამ პირობების შეუსრულებლობისთვის კრემლი არავის დაუსჯია. მათ შორის არც სანქციებით დამუქრებია ვინმე. სამაგიეროდ შეზღუდვა მაშინათვე საქართველომ მიიღო. აი მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ მართველი ძალა მაშინ გარეთ დირექტივებს უწევდა ანგარიშს. უჯერებდა რაღაცა გარკვეულ გარემოცვას დასავლეთიდან ხალხს, რომელსაც თავისი ინტერესები ჰქონდა რუსეთთან, ყველას თავისი ინტერესები ჰქონდა. აი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამე იყო იმ პერიოდში რა. აი ომის მერე მაგალითად ეს ჩვენი მეგობრები, რომლებმაც ვითომ იყვნენ და ასე იყვნენ, ერთ ტყუის ყიდის უფლებას არ გვაძლევთ. და პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ პუტინს შევპირდით. სახელმწიფოს, რომელსაც მაშინ თავდაცვისთვის იარაღის შესყიდვა აუკრძალეს, სამაგიეროდ ცალმხრივად მოხსნა სავიზო რეჟიმი ოკუპანტ სახელმწიფოსთან. და იმ დროს ეს გადაწყვეტილება არათუ მმართველ ძალაში, ნაომარი ქვეყნის მცირერიცხოვან ოპოზიციაშიც კი არავის გაუპროტესტებია. ის ნამჯერად მნიშვნელოვნად კონსტრუქციულ დადებით პოზიტიურ გადაწყვეტილებად შეფასდება საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ არც პარტნიორთაგან უთქვამს ვინმეს ის, რომ ნაომარი სახელმწიფო ამგვარი დამოკიდებულებით რუსულ ვექტორზე იხრებოდა. თუმცა უკრაინაში ხელმეორედ შეჭრის შემდეგ, როცა კრემლმა თავად მიიღო ცალმხრივი გადაწყვეტილება და საქართველოსთან სავიზოს შეზღუდვა მოხსნა, პროტესტი ხმამაღალი გამოდგა. ეს არის ძალიან მძიმე, ეს რა თქმა უნდა არის უმძიმესი დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციას გულისხმობ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუმცა აქ უნდა კიდევ ერთხელ გავშიფროთ და დავინახოთ ის ქმედებები, რომელიც აქ მოღალატეურმა ხელისუფლებამ ჩაიდინა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო უმძიმესი შედეგი ჩვენი ქვეყნაში. თუ ჩვენ დღეს ვილაშქრებთ რუსოფობიის წინააღმდეგ და გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობის გარკვეული დოზა რუსეთთან, ეს არის გამომდინარე ერთადერთი ინტერესიდან, სახელმწიფოს ინტერესი. არავის ნაკარნახევი ეს არ არის. სახელმწიფოს ინტერესი აქვს, რომ ის არ იყოს ჩართული ეკონომიკურ ომში, სახელმწიფოს ინტერესი აქვს, რომ ის რუსეთს სამხედრო ძალით არ უპირისპირდებოდეს. ბოლო 2 კვირაა მმართველი გუნდი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან დღემდე ხელოვნურად გაღვივებულ რუსოფობიაზე და შესაბამის საფრთხეებზე საუბრობს, ამ პროცესში Deep State-ის კვალსა და ინტერესებს ხედავს, რომლის მიზანიც ისევ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა აზრით, ისევ სამხედრო კონფლიქტამდე მისვლაა. ამ თემაზე ორი პოლიტიკური პოლუსი ისევ კამათობს, თუმცა დისკუსიისთვის ღიად რჩება შეკითხვა. სად იყო მწვავე პროტესტი მაშინ, როცა ბომბები მეგობარი ქვეყნის კი არა, საქართველოს თავზე ცვიოდა.